Აშლილი ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი ოკუპირებულ რეგიონში ბოლო მონაცემებით აფხაზეთში ამ მრჩეველთა აქტივობამ 1%-იც კი ვერ შეადგინა. ეგრეთ წოდებული რეფერენდუმის დროს ადგილობრივებს პოზიცია დე-ფაქტო პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უნდა დაეფიქსირებინათ. ეგრეთ წოდებული რეფერენდუმის ჩაგდება უკვე გახდა შიდა პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი. ოპოზიციას პრეტენზიები რაულ ხაჯიმბას მიმართ აქვს, თავის მხრივ არაღიარებული ლიდერი ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ ძალებს მიმართავს და სთხოვს არეულობის საფუძვლები არ შექმნან. ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩავარდა. ოკუპირებული რეგიონის ეგრეთ წოდებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეფერენდუმში 1330-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც აფხაზეთის ხმის მიცემის უფლების მქონე მცხოვრებლების 1%-ზე ნაკლებს შეადგენს. შესაბამისად, რეფერენდუმი ოფიციალურად არ შემდგარად ჩაითვალა. რეფერენდუმში მონაწილეთაგან ვადამდელი ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას 46,7 მიასედმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი ხმა 46,74 მიასედმა მისცა. 17 ბიულეტენი გაბათილდა. დე-ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობით არჩევნები ჩატარებულად საარჩევნო უბნებზე 50%-ზე მეტი ამომრჩევლის მისვლის შემდეგ ითვლება. ხმის მიცემის უფლების მქონე ადამიანი სულ 133,207 ადამიანია. არჩევნებში მონაწილეობა 1322 პირმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა რაოდენობის 0,99%-ია. აფხაზეთში ეგრეთ წოდებულ რეფერენდუმზე ხმის მიცემის პროცესი დილის 7 საათზე დაიწყო, თუმცა 3 საათის განმავლობაში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მხოლოდ 3 ადამიანი მივიდა. უბანი ყველა წესების დაცვით გავხსენით. აქ იმყოფებიან კომისიის წევრები და დამკვირვებლები. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ხმა 3 ადამიანმა მისცა. სხვაგანაც ასია, აქტივობა დაბალია. 151 საარჩევნო უბანზე ეგრეთ წოდებული საარჩევნო კომისია ამომრჩეველს საღამოს 8 საათამდე ელოდა, თუმცა აქტივობის მხრივ არაფერი შეცვლილა. ოპოზიცია აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას რეფერენდუმის ჩაშლაში ადანაშაულებს. ოპოზიციამ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას რეფერენდუმის შემოდგომაზე გადატანის ინიციატივით მიმართა, უარის მიღების შემდეგ კი ბოიკოტირებისკენ საკუთარ მხარდამჭერებსაც მიმართა. რეფერენდუმის ჩაშლამ, როგორც ჩანს, რაულ ხაჯიმბას ინტერესებს უპასუხა. აფხაზეთის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ბათილად იქნა ცნობილი. აქტივობა მაჩვენა, რომ ბიულეტენებზე არსებული საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი არაა. განცხადება, რომ დაბალი აქტივობა ბოიკოტს უკავშირდება, რეალობას მოკლებულია. ოპოზიციამ დესტაბილიზაციისთვის ყველაფერი გააკეთა. ოპოზიციაში არის ხალხი, ვისთანაც მოლაპარაკება შესაძლებელია, მაგრამ ისეთებიც არიან, ვისაც ხელსაც კი ვერ ჩამოართმევ. ეგრეთ წოდებული რეფერენდუმის გადატანის მოთხოვნით 5 ივლისს სოხუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა აფხაზეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმით აღებაც სცადეს. არეულობის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს ჭრილობები. ოპოზიციის წევრები ეგრეთ წოდებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს რეფერენდუმის თავისუფლად ჩატარებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებდნენ.